გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ამ დილაზე გამოაქვეყნე პოსტი, დავწერე ჩემი აზრი იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება, რადგან საუბრობდი ადრეც და ახლაც ვამბობ და მომავალშიც ამ აზრზე ვიქნები. რომ საქართველოში მართლმადიდებლობა უნდა იყოს სახელმწიფო რელიგია და რომ ამდენი ადამიანის ასეთი დამოკიდებულება პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კიდევ და კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რა დონის ძვირფასი არის ქართველი ადამიანისთვის სარწმუნოება, ქრისტიანობა და რომ ამ ჭინკებმა რაც მთელი ამ ხნის მანძილზე ურჯულოებმა პირდაპირ ვიტყვი შხამი ანთიეს რომ ქართველ ადამიანს ღმერთის მიმართ აბსოლუტურად ყველანაირი კავშირი გაეწყვიტათ როგორც შიგნიდან ასე გარედან აღმოჩნდა რომ არ ქონდა ამას შედეგი და არის ისტერიკა ატეხილი და ის რომ ქართველი ადამიანი და საქართველო თავისი ბრძოლით, თავისი არსებობის მანძილზე იმსახურებს იმას რომ საკუთარ ქვეყანაში სახელმწიფო რელიგიად კონდეს გამოცხადებული მართლმადიდებლობა რატო არის ეს ასეთი გაუგებარი ბრჭყალებში, არაფერი გაუგებარი, მაგრამ გაუგებარი საზოგადოებისთვის, ან რატო მოყვება ამ ყველაფერს ისტერიკა, მე ვერ ვხვდები. გაიხარე ზუკაცმა. აი მე რეაქციებს უბრალოდ გაჩვენებთ და აი ეს არის პოსტი, სადაც 3000-ზე მეტმა, 3500-ზე მეტმა ადამიანმა თავისი აზრი გამოხატა, თავისი რეაქცია გამოხატა და მხოლოდ 42-მა ადამიანმა აიგდო ეს ყველაფერი სასაცილოდ, სიბნელეთ, ტრადიციულად, ჩამორჩენილობად და ეს აი რატო ვაჩვენებ ახლა ამ ყველაფერს? იმიტომ რომ აი ამ პოსტზე გამოხატული რეაქცია ნამდვილად ასახავს საქართველოში, ქართულ საზოგადოებაში არსებულ რეალობას, ის რომ ერი და ქართველი ხალხი არის სხვაგან, რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებზე, ყველა ეროვნულ საკითხში და რაღაცა გარკვეული 0.1% ჯგუფი და სამწუხაროდ ეს 0.1% ჯგუფი არის ხელისუფლება, ოპოზიცია, ეგ არასამთავრობო სექტორის უკნიდან განათლებული ურჯულოები და მათ შორის საპატრიარქოს ნაწილიც, ეს ყოველთვის ასე იყო და ყოველთვის ასე არის და ესაა ტრაგედია, როდესაც ერთი რაღაცა უნდა და აქ რა ქვია, სულ გაყიდულ სასულიერო პირებს თუ ხორცს და სულ და უკანალ გაყიდულ εμას, რა ქვია, პროგრესულ მართლობას უნდა სხვა რაღაცა, ამას ქვია თავისი დეფინიცია გააჩნია, იურიდიული დეფინიცია, ამას ქვია აპარტეიდი. აპარტეიდი ქვია ამას, როდესაც უმცირესობა ბატონობს უმრავლესობაზე და არ აძლევს უმრავლესობას თავისი არჩევანის გამოხატვის საშუალებას, თავისი დამოკიდებულების გამოხატვის საშუალებას და ეს არის აპარტეიდული მმართველობის სტილი. ასია ეს, სხვა ამას არ ქვია არაფერი. რო კითხო ამ ხალხს დემოკრატიაში რო ცხოვრობენ, დემოკრატიაში ყველაფერს ამ დემოკრატიასთან რო აიგივებ, დემოკრატიაში მე მგონი უმრავლესობა ირჩევს ხელისუფლებასაც, გზასაც, მიმართულებასაც და რა ვიცი, დემოკრატიული პროცესი არის ის თქვენ ენაზე რო გელაპარაკოთ, რასაც მე ვამბობ, იმიტომ რომ ერის უმრავლესობას ეს უნდა და ერის უმრავლესობა არის სწორ გზაზე. და თქვენ ვინ გდიხართ, ვინ ყრიხართ, რას წარმოადგენთ საერთოდ აი ესე რომ იბრძმედებით და იბრძენებით ამ იმაში, რა ქვია, ჯერ ამ ბრძოლაში ვითომ თანდათან დახვეწილის ქვეწარმავლები რო გამოდიხართ და თან ბრძნენიას, ბერძენიშვილების ის, რა ქვია, გვარს ბუდიში არ ვიხები, ბერძნღნელი შვილები არიან ისინი, ბერძენიშვილები არ არიან. გვარს ნამდვილად არ შევეხები. და
შემოხდა ახლა ზოგიერთი, ახლა ტვინარეულია, არ ესმის, ზოგიერთი მოდასაყოლილია, ზოგიერთი პატრიარქს თვითონ არ უნდოდა, პატრიარქს ასე უნდოდა, ისე უნდოდა, ჯერთი რა იცით თქვენ პატრიარქს რა უნდოდა და რა არ უნდოდა. რა გაუგონეთ პატრიარქს რაც უნდოდა და რა გესმოდათ. აგერ მაშინ კი არა, იმაში 80-იანებში, 70-იანებში, თუნდაც 90-იანებში, აგერ ახლა რაც ხდებოდა, რა გესმოდათ, რა მიწის გაყიდვის წინააღმდეგ რო იყო პატრიარქის გესმოდათ. ამ LGBT კანონების მიღების წინააღმდეგ რო იყო პატრიარქის გესმოდათ, თუ რა გესმოდათ ერთი თქვენ სულ ეს პატრიარქი რომ მოგყავთ იმათ და რისი საშუალება მიეცა პატრიარქს საერთოდ გაიკეთებია ქვეყნისთვის ეს ძალკე საკითხია. და რისი არ მიეცა და რისი არ მიეცით და რატო არ მიეცა ეს კიდევ ძალკე საკითხებია, მაგრამ ხო ამ თემაზე არაა საუბარი. ეს თქვენ გეუბნებით ეს თურმე რომ გამოხტებით და იძახით რომ თურმე პატრიარქს არ უნდოდა და ეს. ეხლა რა შეეხება მეორე კიდე ერთი ბრძენი კატეგორია რო არის შემოყრილი, რომლებიც იძახიან თურმე რომ ეს თურმე კოცებს უნდოდათ და თურმე კოცების მე ამას თუ ვამბობ, ესე იგი ახლა მე ვარ კოცი. მე ვარ თურმე კოცი, ამას თუ ვამბობ რომ უნდა გამოცხადდეს მართლმადიდებლობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად, ეს ყოფილა თურმე ბიზნესსეუ. ბიზნესნაირი ქრისტიანები ხართ თქვენც. ჯერ ერთი მოდი დავიწყოთ იქედან რომ ბიზნემ გამოაცხადა აგერ კი არა შეთავაზება გააკეთა, მოდიო ასე ხო არ გავაკეთოთო, მაგრამ არაფერი იმას არ მოყოლია სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას თუ შემდეგ რას აპირებდა ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა ახლა თავიანთა ყანდურებმა იქედან პატრიარქი თვითონ რა მდგომარეობაში იყო ეს ბოლო წლების მანძილზე ეს არავის არ აინტერესებს. რა რეაქცია იქნებოდა სინამდვილეში საერთოდ გაიგო პატრიარქმა ეს შეთავაზება არ გაიგეს, ცალკე საკითხია. მაგრამ რა მაინტერესებს, იცით? თქვენ ახლა რო იძახით ამ ყველაფერს, რომ თურმე ბიზნეს პროექტი იყო, საიდან ვინ ამბობს, რომ ეს იყო ბიზნეს პროექტი? ეს იყო 90-91 წელი გადაახვიეთ, მე ვიდეო არქივსაც ვნახავთ, ეს იყო ცხონებული ზვიად გამსახურდიას და ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ძირითადი პროექტი საქართველოში რეფორმა, რაც უნდა განხორციელებულიყო საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ. კი, ასე იყო. საეკლესიო სასამართლოს აღდგენა და მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, მართლმადიდებლური საეკლესიო პირების ჩართვას საქართველოს ქართველი ერის ცხოვრების ყოველდღიურობაში. ეს იყო ზვიად გამსახურდიას გეგმა. ალბათ თქვენ რო გკითხოთ, ესეც უნდა განათლებულებს, ეს ფაშისტური იყო და ესეც ის იყო და ესეც ეს იყო, ხო? ანუ აძალებდა ძალით ქრისტიანობას, იმას რა ქვია, ქართველობას თურმე ზვიად გამსახურდია. ეხლა მეორე კიდე საკითხი, რო თურმე ამათმა აქ ირანი მომინდომეს. ბიჭო, რაშუაშია სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება და რაშუაში არის ირანის მართლობა ერთი მეორესთან მე საერთოდ ვერ გამიგიეს თქვენ დაბალი პრიმიტიული დონის საკითხია, თუმცა ირანს რას უწუნებთ მე ვერ ხვდებით ამ ხალხს. ეს ხალხი ამ სარწმუნოებისა აქვთ ისე მოწყობილი მისი ქვეყანა როგორც ჭირდებათ და თუ როგორი ძლიერი ქვეყანა არის ირანი, მე მგონი აგერ ხედავთ თქვენი ტრაგიდან განათლებული დასავლეთი რა დღეში ჩააგდო ზედმიყოლებული სატანია ხუებით და ემგენით. ახლა თუ არ გჯერავთ კიდევ და კიდევ პატარა ხანში უფრო გაიგონებთ და როგორი ძლიერი სახელმწიფოებრივი სისტემა არის შექმნილი, სადაც არც სულიერი ლიდერის ლიკვიდაცია, არც მეთაურების ლიკვიდაცია არაფერს არ წყვეტს, ქვეყანა აგრძელებს ომს, ბრძოლობს და სისტემა არის აწყობილი, რომ თლათ რო გაწყდეს ყველა მმართველობა, სახელმწიფო არ ჩამოიშლება და ქვეყანა აგრძელებს. რას უწუნებთ ირანს? მე არ ვიცი, თქვენი ვიღაცა მე არ ვიცი ახლა ხვალზე ბიზნამ რო გაფშიკოს ფეხებიდან რომ მოკვდეს საქართველოში ალბათ სამოქალაქო ომი დაიწყება, ხო? არ ვიცი ახლა ასია, მაგრამ რაშუაში არის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება
თვითონ ირანის სახელმწიფო მოწყობასთან. ირანის სახელმწიფო მოწყობა არის თეოკრატიული მმართველობა და იქ სულიერი ლიდერი არის ძირითადი მმართველი ქვეყნის და სულიერ ლიდერებს სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება და თეოკრატიული მმართველობა რადიკალურად სხვადასხვა არის. თუ ვინმეს გაინტერესებთ სახელმწიფო რელიგია და არის თუ არა გამოცხადებული ქრისტიანობა შიგ ევროპის ქვეყნებში, გადახედეთ აგერ ბატონო და საბერძნეთს გამოცხადებული აქვს სახელმწიფო რელიგიად. რამდენად და რა ფორმებით და როგორ ეს ცალკე საკითხი არის და როგორ ახდენენ ბერძნები ამ დღევანდელ დროში ქრისტიანობის დაცვას და როგორ არის ეს მოწყობა დღევანდელი საბერძნეთის სიტუაციის, მაგრამ მე მგონია ევროკავშირის წევრიცაა და ნატო კვატოს წევრიცაა, ხო, თქვენთვის აი ეს უკნიდან განათლებულებს მოგმართავთ, აი საპირწონეთ რა, აი რო ვერ ხვდებით თვითონ თურმე რაში არის საქმე. მე მგონი თქვენი ამოსავალი წერტილის ნატოს და ევროკავშირის წევრ ქვეყანას სახელმწიფო რელიგიად აქვს გამოცხადებული და არავინ არ დაჩაგრულა საბერძნეთში სარწმუნოებრივი საკითხით და ასე შემდეგ, ხო? ანუ არ გამოდგება ეგ თქვენი იდიოტიზმი და თქვენი ბოდვა ეს. მეტნაირად რაინაზე გითხრათ? როგორ გითხრათ? მეტნაირი შედარება როგორ გაგიგებთ? ამიტომ, როდესაც რაღაც არ იცით და როდესაც რაღაც არ გესმით და იგივე ქართველებს, რომლებიც აყოლილ ხართ ამ ყველაფერს, როდესაც რაღაც არ იცით და არ გესმით, რაღაცა შეისწავლეთ, რაღაცა საკითხი და მე მაინც ჩამოყალიბეთ თქვენი კომპეტენტური აზრი, თუ არაკომპეტენტური, ყოველ შემთხვევაში სუბიექტური აზრი. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ სახელმწიფო რელიგიით გამოცხადების შემთხვევაში რა სიკეთეები ექნება ქვეყანას და რა იქნება და როგორ იქნება. ხო, მანამდე სანამდე ამას ვიტყოდე, ხო, უმცირესობის უფლებებით აპელირება და ჩვენ მუსულმანებს რას ვეუბნებით, რა უნდა უთხრათ მუსულმანებს, მათ ბაირამობა გადადეს თუ რამაზანის დღესასწაული ეს გადადეს. ბიჭო, ჯერ ერთი არავის არ გადაუდია დღესასწაული და დღესასწაულს ვერავინ ვერ გადადებს. ვერ გადადებს. ისე როგორც აღდგომა იმ დღეს უნდა იყოს და იმ დღეს იქნება აღდგომა, ისე ვერ გადადებს ვერავინ ამ დღესასწაულს. გლოვის დღეებთან დაკავშირებით გამოცხადდა იმ ფორმით აღნიშნა იმ დღესასწაულის რა ფორმითაც აღინიშნება შეჩერებულად და აღინიშნება სხვა ფორმით. არავის არ გადაუდევს დღესასწაული. ცალკე გაუნათლებლობა და ცალკე უწიგნურობა და ცალკე დებილიზმი. თვითონ ის ღონისძიებები, რაც უნდა ჩატარებულიყო, არ შეესაბამება გლოვის დღეებში იმ მოვლენებს, რაც საქართველოში ხდება და დიახ, სწორათაც მოიქცნენ და ასეც უნდა მოქცეულიყვნენ. ისინი ამ ქვეყნის შვილები არიან, ჩვენი თანამოქალაქეები არიან, და როგორც ჩვენ უნდა ვცეთ მათ რელიგიას პატივი, ისე უნდა ვცენ მათ ჩვენს რელიგიას პატივი და მე იმას ვიტყვი, რომ მუსულმანები საქართველოში ქრისტიანობას მეტ პატივს სცემენ, ვიდრე ბარეორი, ეგრეთ წოდებული ქრისტიანი ჯვარი რო აქვს, ფარისევლურად ჩამოკიდებული და ლიბერასტი პირწავარნილი ჩათლახი ნაძირალა ხალხი. საერთოდ ურწმუნო, უღმერთო, არც ღმერთი რო არ არსებობს და არც ეშმაკი რო არ არსებობს და ამაზე მე ბევრჯერ მისაუბრია, რომ და გვიხსენებია ბატონ შალვასთან ერთად პირიქით შიიტ მუსულმანთა ლიდერი შეიხი ჰაჯი რამი იჯიდოვი, რომელმაც სამების ტაძარში ქრისტიანობა დაიცვა თვითონ. ხო. ასე რომ აქ გასაკვირი არაფერი არა, გასაკვირი არის გაუნათლებელი უწიგნურისთვის ეს ყველაფერი, თუ არა, ვინც იცის თუ რა ხდება და როგორ ხდება, ძალიან კარგად ჩანს, თუ არა, აი ჩემო კარგებო, ელემენტარულს გეტყვით ეს ყველაფერში გაირჩევა, გუშინ გამოვიდა ეს ნაძირალა მათხოვარი გუშინ წინ და გამოვიდა და ქრისტიანებს და ქრისტეს და სარწმუნოებას შეურაცხყოფა მიაყენა პირდაპირ. აი თქვენმა საყვარელმა ამა დაქვია. ამ უკნიდან განათლებულების საყვარელმა ema სამხედრო დამნაშავემ ჰააგის ტრიბუნალის ძებნილმა და გასამართლებულმა მარტო 18000 ბავშვის მკვლელობისთვის. გამოვიდა და თქვა, გასო ქრისტეო არაფერი არ არისო ჩინგისხანთან შედარებით რა. პირდაპირ თქვა, წაიკითხეთ, წერია, ხო? აი ჩვენ თუ იარაღი არ აგვაქვს, ქრისტესო არაფერი უპირატესობა არ აქვს ჩინგისხანთან მიმართებაში. რასაც სხვათა შორის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა
გასცა პასუხი არ აქჩიმდა მუსულმანმა კაცმა რო გასცა პასუხი ქრისტეს მიმართ პატივისცემით მარტო აქედან ჩანს ეს დააჩმორებული დააქალიავებული დღევანდელი მართლობის გინდა ევროპაში და გინდა საქართველოში და გინდა ნებისმიერ იმაზე რომ ამას ესეთი გამონათქვამებით შესაბამისი პასუხი ვერ გასცეს მუსულმანმა კაცმა გასცა შესაბამისი პასუხი რომ ქრისტეს მიმართებაში და წაიკითხე გამოაქვეყნებ ერთი ახლა მის ტვიტსაც ხო ეს ისე ცნობისთვის რა ხო ილია მეორის დროს რატო ვერ გამოურცხადდა და რატო არ გამოცხადდა ეს სხვა საკითხი არის ზაალ შენ შემოგელი მე ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვსაუბრობ ჩემო ძმაო ილია მეორე იქნება საქართველოს პატრიარქი იქნება თუ ნებისმიერი ვინც იქნება ხო ყველაფერი არის თავისი მოღვაწეობის დროს დროსა და სივრცეში მე არ ვიცი რატო არ ქნა მე არ ვიცი რატო ვერ ქნა მე არ ვიცი რატო არ ქონდა სურვილი მაგრამ მე როგორც მართლმადიდებელ და ქრისტიან ადამიანს რომელმაც ვიცი რომ ჩემი ქვეყანა მთელი ჩემი ქვეყანა თავისი არსებობის მანძილზე სისხლი და იმისთვის რომ რწმენა და მართლმადიდებლობა და ქრისტიანობა ყოფილიყო შენარჩუნებული იმსახურებს იმას რომ დღევანდელი საქართველოს და ქართველი ერის ერთ-ერთი მთავარი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი ქრისტიანობა იქნას სახელმწიფოში აღიარებული სახელმწიფო რელიგიად და სახელმწიფო რელიგიად აღიარება უკვე რას მოითხოვს და რას კრძალავს და რას უშვებს ეს ცალკე საკითხი ეს ცალკე საკითხია კიდეა გამოცხადებული სახელმწიფო რელიგიიდან გამომდინარე რა იქნება დაშვებული და რა არ იქნება მე მინდა გითხრათ რომ თავარი რაც შეიძლება იქნას დაშვებული თავარი რაც შეიძლება იქნას რაც ჩემთვის თავარი არის პირველ რიგში ახალი თაობის არანაირი ძალდატანებით მაგრამ ძირითად სკოლებში და ძირითად საგანმანათლებლო სისტემაში ქრისტიანული სწავლების დანერგვას იძულებით არავინ არაფერს არ ასწავლის მაგრამ ძირითადი ჩვენ ხო ვართ 97% ქრისტიანები და მე მინდა რომ მომავალმა თაობებმა 97% ერის მომავალმა თაობებმა სკოლაში ისწავლოს ქრისტიანობა და რელიგია და არა გარეთ, არა თეათუთბერიძის დაწერილი და სოროსის დაწერილი საგანმანათლებლო სისტემით. და იქნება ეს ყველაფერი შემუშავებული ეროვნული საგანმანათლებლო გეგმა ახალი თაობის აღზრდისთვის. არა უღმერთობა გირჩევნიათ? ურწმუნოება გირჩევნიათ? უჯიშობა გირჩევნიათ? სოროსის და გაეროს იდეალებზე დაწერილი გირჩევნიათ? სამირა ბაირამოვას დაწერილი ის გირჩევნიათ? არა ელემენტარულს გეკითხებ. ასევე ელემენტარული ავიღოთ ეკონომიკურ საკითხებში და სოციალურ საკითხებში, როდესაც ქრისტიანული მორალი თავიდან ბოლომდე კრძალავს იმ მევახშეობას და იმ უბედურებას, რამაც დააქცია საქართველო. რაც თავისთავად ქრისტიანული წესი და მორალი დაგმობილია და სახელმწიფო ბანკების და მსგავსი რაღაცების გარდა საქართველოში მსგავსი რაღაცები იქნება უამრავი სხვა ბევრი რაღაც. კი ბატონო, დანიაშიც არის გამოცხადებული და 2009 წელს, როდესაც მოხდა რევოლუცია ისლანდიაში, ეკლესიას მიანიჭეს ერთ-ერთი მთავარი სტატუსი და გამოაცხადეს სახელმწიფო რელიგიად. რა არის ამაში გაუგებარი? რა არის ამაში რაღაცა ირანული და რა არის ამაში რაღაცა ისა რა ქვია ფუნდამენტალისტური? მე ვერ ხვდები. და ევროპის ქვეყნებში მეფეებიც ყავთ და სამეფო ოჯახებიცა. იგივე ჰოლანდიაში, იგივე ბრიტანეთში, იგივე შვედეთში, იგივე დანიაში, იგივე ბელგიაში, იგივე ესპანეთში. საქართველოში სასაცილოა. ხო, ყველგან ყველაფერი შეიძლება. ირანშიც შეიძლება, იმაშიც რა ქვია, ევროპაშიც შეიძლება, ყველგან ყველაფერი შეიძლება. საქართველოში არა. იმიტომ რომ საქართველოში ბოდიში და ტრაგიდან განათლებულები მართავენ ამ ქვეყანას და მათი წარმართვა რაში მაინტერესებს მე ქართველ ადამიანს მინდა რომ ჩემი ქვეყნის სახელმწიფო რელიგია იყოს, მე ამისთვის ბრძოლობ და ჩემი წინაპარი ეს რომ შემენარჩუნებია და ამისთვის მეცხოვრა
ერთი წუთი რა ბექა შენ სახელმწიფო რელიგიის სტატუსი როდესაც აძლევს მეტი მექანიზმი საპატრიარქოს საქმიანობის კონტროლთან დაკავშირებით, მაგი ყველაფერი კანონით არის დასარეგულირებელი და ის რაც შეეხება იმას, რომ იმხელაფულები ირიცხება საპატრიარქოში და გეშინია შენ საგადასახადო მაინც ამოწმებს იმ ყველაფერს და მაინც იმას ხდება და მაინც ამას ხდება და ზუსტად მაგ ფულებთან დაკავშირებითაა პრობლემა, რომ არ უნდათ ერთი მეორე აკონტროლო. თუ სიმართლე გინდა ეგაა. ხო, თუ სიმართლე გინდა ეგ არის. ხო და სახელმწიფოს გავლენა და ამის გავლენა და იმის გავლენა მე არ მაინტერესებს, ესაა ერი და ბერი უნდა იყოს ერთი და იგივე. ეხლა რას მელაპარაკები, ეხლა შენ სახელმწიფო თუ არ აკონტროლებს იმას, რა ქვია, ოფიციალურად ეკლესიას სუსის აგენტურით არაა ავსებული, ისა რა ქვია? ეკლესია? და იქ რაც ხდება, ეს არაოფიციალური კონტროლი მეტი უარესი არაა? ამას ჭირდება დაჯდომა და ნორმალურად გამიჯვნა ამ ყველაფრის. კი, რაშიც არის გასაკონტროლებელი სახელმწიფო სისტემა უნდა გააკონტროლოს ეკლესია და რაშიც სახელმწიფო არის გასაკონტროლებელი სულიერი და ზნეობრივი საკითხებიდან გამომდინარე ეკლესია უნდა გააკონტროლოს სახელმწიფო. აბა როგორ? უნდა არსებობდეს ეკლესიას უნდა ჰქონდეს ვეტოს დადების უფლება ისეთ საკითხებზე რაც სულიერებას ეხება. თუნდაც იგივე LGBT კანონების მიმართებაში და ამის მიმართებაში, რასაც პატრიარქი ითხოვდა და ესენი არავინ არ ასრულებდა. აბა როგორ გვინდა ჩვენ ყველაფერს მიუშვათ, ისა რა ქვია, სახელმწიფო თავისაზე მიუშვათ, საპატრიარქო თავისაზე მიუშვათ, არასამთავრობო სექტორი თავისაზე მიუშვათ, ესა ტელევიზია თავისაზე მიუშვათ, ყველა სექტა საქართველოში თავის ჭკუაზე მიუშვათ, როგორცაა მიშვებული და ჩვენ არავინ არაფერი და თუ რამეს ვიტყვით, რომ ეს გვინდა ქვეყანაში მართლმადიდებლობა, კონტროლის მექანიზმები და რაღაცა, აი ესაა სიბნელე და ესაა ფაშიზმი? აბა ესეთ საქართველოს გვინდა? მესმის, ბექა, მესმის, მე არ გეჭხუბები, არც მიგეჭხუბები ჩემო ძმაო. კი ბატონო, ეგ ვრცელი განხილვის საკითხი არის. ვრცელი განხილვის საკითხი არის, შენ შემოგევლე და ზუსტად ასე უნდა იყოს, რომ სახელმწიფო რაღაცაში უნდა აკონტროლებდეს ეკლესიას და ეკლესია რაღაცაში უნდა აკონტროლებდეს სახელმწიფოს, ამიტომ არის ეს ერთობა. არ ვიცი მე ეს ამათი მოგონილი თუ ხო კარგი არის ერთ მუშტად შეკრული ერი. აი მერაბ კოსტავა ამბობდა რომ არაფერი იმაზე ლამაზი არ არის, რასაც ერთ მუშტად შეკრული ერი ქვიაო. ხომ ხედავთ რომ დღეს ქუჩებში რაც ხდება ეს ერთად შეკრული ერის ძალისხმევა არის, როდესაც ერი და ბერი გაერთიანებული. ასე რო იყოს საქართველოს გაერთიანებული და გამთლიანებული სულიერად ბევრ რამეებში ჩვენ არც ტერიტორიული პრობლემები გვექნებოდა, არც ეთნიკური კონფლიქტის პრობლემები გვექნებოდა, არც სხვა უამრავი, არც ეკონომიკური კრიზისი გვექნებოდა, არაფერი გვექნებოდა. უბრალოდ რაშია იცი საქმე? ამ ხალხს ვინც ამ ყველაფრის წინააღმდეგია, მე გეუბნებით პირდაპირ, ვინც ამ ყველაფრის წინააღმდეგია, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი რამიდან გამოწვეული. ეს არის ყველას უნდა მომეცით ფული და არავინ მაკონტროლოს. მე ჩემსაც გავაკეთებ და არავინ სხვერი არ ჩამიყოს. იქეთ ხელისუფლება ამბობს, ხო მე შენ ხო მოგეცი ფული, ამდენს ხო გირიცხავ. ხო და ახლა მე რა კანონსაც მინდა, იმ კანონს მივიღებ და ეს შენ არ გეხება. აქეთ ხალხი დგას. ღმერთო ასეთი რაღაცა თუ ხდება, აქეთ რატო ხდება, აქეთ თუ რაღაცა ხდება, იქეთ რატო ხდება. აბა ეს ჯობია? აბა ეს რეალობა ჯობია? და ამ რეალობაში ვისაც აქვს ძალაუფლება კიდე ერთხელ გეუბნებით. აი რეაქციიდან გამომდინარე კიდე ერთხელ დავდებ ამ ყველაფერს, აი 42 ადამიანი დაცინის, იმას რა ქვია, 3500 ადამიანს და სამწუხაროდ 42 ადამიანი ძალაუფლება უფრო არის ვიდრე ამ დანარჩენის. იმიტომ რომ მასა ხალხი ქართველი ქრისტიანი ერი ყოფილა თურმე ესე რა ქვია, გამოშტერებული და გამოკლეავებული თურმე და ესენი ყოფილან ჩვენ ყოფილვართ ჩტერები, ვინც ამას ვითხოვთ და ესენი ყოფილან ბრძენები თურმე აბა ირანი მომინდომეს აქ რა. სოდომ გომორი რომ მომინდომეთ და ნით რა ქვია თქვენი ტრაკის და ფუჩუს უფლებებით აკოთეთ მთელი საქართველოს ამას რა დავარქვა, ამას რა უყოთ. და მე ის რო გიკვირთ რომ რატო გაგლახეს ქუჩაში, რატო შემოგივარდნენ ოფისში, რატო გადაგამტრიენ თავზე ყველაფერი. და ეს რა ტოლერანტობა იყო, რატო გიკვირთ? მე ეგეთ რაღაცე ხო და
მე ბექა ერთ რაღაცას ვამბობ. მე არ ვსაუბრობ ამას მთავრობისთვის მე არ ვსაუბრობ. ესენი არაფრის გამკეთებლები არ არიან. როგორ შეიძლება ამათმა რაღაცა ნორმალური გააკეთო? როგორ შეიძლება ამათმა ნორმალური გააკეთო? მაგრამ მე ვამბობ ის რაც უნდა იყოს და რისკენაც უნდა მიდიოდეს ამდენი ადამიანი, რომელი ადამიანის დღედაღამე უწყვეტად დადის და პატრიარქის პანაშვიდებს პატივს მიაგებს. მე ვამბობ ამას. აი ამ სულიერ ერთობაზე. დიახ, ასე უნდა იყოს. კომუნისტებს რო დაცინოდნენ, უღმერთო ქვეყანა და უღმერთო ის იყო და აი და თქვენ კომუნისტები ამათთან შედარებით კიდე ანგელოზები ყოფილან, ბიჭო. რაც ამათ სიძულვილი და ზიზღი და ბოროტება და გესლი აქვთ, ყველაფერი მართლმადიდებლობის და ქრისტიანობის მიმართ იმდენი საქონდათ კომუნისტებს. და მე რაც მთავარია რისთვის უნდათ ახლა კიდე ერთხელ ხო კარგად ჩანს რისთვის უნდათ ამათ სარწმუნოებას, ეკლესიას, პატრიარქის ყველაფერის რა რისთვის ჭირდება? მარტივი რაღაცის გამო ჭირდება, ჩემო გეუბნები. აი ახლა მივიდა ეს რა ქვია ბიძინა და დატირის იმას რა ქვია ვითომ პატრიარქს მის ბერასთან და ცოლთან ერთად. ეგერ მივიდა იმის რა ქვია სააკაშვილის დედა გამოწკეპილი თან რანაირად და ყველა შავებში ჩაცმული, იგი თეთრად მოდაზე ჩაცმული და დადის და იქეთ ბოკერია მოთქვამს თურმე და გვისამძიმრებს პატრიარქის გარდაცვალ. იქეთ სააკაშვილს ვერ აკავებენ, ციხეში გამონგრევა უნდა თურმე ციხის კარების და გამოსვლა უნდა და ის უნდა და ეს უნდა. ერთადერთი ადამიანი მართლა ვინც მეტად მეწოდება ახლა ამ იმაში იქ რო ვერა, ეგ მართლა ღარიბაშვილი არის. გამოიყვანეთ ის კაცი იქედან. ღარიბაშვილს თავისი უამრავი 10,000 მინუსები აქვს. მაგრამ გამოიყვანეთ ის კაცი და მიიყვანეთ და ესე ჩუმად და წყნარად მაინც მიაგებიეთ პატივი, იმიტომ რომ ქონდა იმას მისი დამოკიდებულება პატრიარქის მიმართ. ჩუმად მაინც გააკეთეთ ეს. თქვენიანი იყო ბოლო და ამდენი წელი მზედამთვარი ამოგდიოდა და იმდენი საშუალება მიეცით ციხიდან გამოვიდეს და მიეგებიეთ, იმიტომ რომ მისთვის მართლა წარმოადგენდა ეს ადამიანი ავტორიტეტს. აი ამისთვის უნდათ. ამისთვის უნდათ. და ქართველი ერი არის ზნეკეთილი ერი. კიდე ერთხელ ვამბობ. ამა ეს ჩემი სიტყვები არ არის და ვინც ქართულ სულს იცნობს და ვინც ქართველ ერს იცნობს, იმან ძალიან კარგად იცის ეს ყველაფერი. თავის დროზე ზვიადგამსახურდიაც ამას ამბობდა, ну კაი ზვიადგამსახურდია ქართველი იყო, ელჩი უორდროფი ბრიტანელი, რომელიც 1918-21 წლებში იყო გამოგზავნილი, რომლებმაც შემდეგ მე ამხელა წვლილი შეიტანეს საქართველოს ისტორიაში, კულტურის მხრივ ამბობ მე, ამბობდა რომ საქართველო არის ადგილი, სადაც სულის მკურნალობა შეიძლება. ხო და აი ამ ზნეკეთილი ადამიანების უფლებებს არავინ არ იცავს საქართველოში. ეს ზნეკეთილი ერი მიგდებულია ამათ საჯიჯგნად. და მე მივმართავ ამ ზნეკეთილ ერს. ხომ ხედავთ ხალხო, არავინ არა ჩვენი უმრავლესობის მიმართ რაიმე სიკეთის თვალით მაყურებენ. ამიტომ საჭიროა რომ ისევე ხალხმა თვითორგანიზება გააკეთოს. კი მე მესმის რომ ძნელია ამ ყველაფრის ისა რა ქვია ხა რასაც ვსაუბრობ, მაგრამ ფაქტია რომ ასია რა. და მე ვამბობ ის რაც უნდა იყოს. და ამის აზრის გამოთქმის უფლებაც კი არ მაქვს. არ მაქვს, იმიტომ რომ წივიან და კივიან ახლა ხან ილია მეორეს განცხადებებს ამოგლეჯენ კონტექსტიდან და იმას მოაფარებენ, ხან ვიღაცის რა ქვია ამოგლეჯილი იმას იტყვიან და წავა 1000 ჭორაობა და 1000 უბედურება და აი იგი ასე უნდა იყოს, იგი ისე უნდა იყოს, საერთოდ ცხოვრებაში ხატაგიგო რო არ წაუკითხია, ის გამოვა და გამირჩევს მე სახელმწიფოებრიობის მოწყობის საკითხებს. არ არის ეგრე რა, არ არის ეგრე. საქართველოში ქართველის მეტი არავინ დაჩაგრულა და ქართველის მეტი დღემდე არავინ არ იჩაგრება. და თუ ეს ყველაფერი შეიცვლება საქართველოს ბედიღბალი შეიცვლება სხვანაირად. სულ სხვანაირი გახდება ეს ქვეყანა. და სულ სხვანაირი თაობები გაიზრდება ამ საქართველოში. და სულ სხვანაირი დამოკიდებულება იქნება ხალხს ერთმანეთის მიმართ. და სულ სხვანაირი პატივისცემა იქნება ერთმანეთის მიმართ. და არ იქნება ნაცი და ქოცი. იქნება მართლმადიდებელი ქრისტიანი საქართველო და ქართველი.
აი ესა ამათთვის თავარი პრობლემა. და არ გაიზრდება ბავშვობიდან მოწამლული, მოგესლილი რაღაცა ესა რა ქვია, გაეროს და იმის რა ქვია, ევროკავშირის ღირებულებებზე. დაახვიეთ ეგ თქვენი ღირებულებები და ერთ ადგილას გაიკეთეთ, ვინც მაგას ხადაგებცათ და გამოვლიან მერე და შენ დაგიწყებენ ესა ქვია, უწიგნურობას ამას და იმას. მართლა თხა დაგიგუარაა გამხარო. საკითხი. არაფერში სხვაში ფულს არ იხდიდა სოროსი. არაფერი არ იყო მისი სხვა. პირდაპირ ამბობდა, ჩვენ მაშინო გვეშველებაო საქართველოში და ჩვენ მაშინ გავიმარჯვებთო, როდესაცო ქართველებიო თავისი ნებით იტყვიანო ზიარებაზე უარს. აღსარებაზე და ზიარებაზე რომ ქართველი ახალგაზრდობა იტყვის უარსო თავისი ნებითო. აი მაშინ გვეშველება ყველაფერი. მანამდე არაფერი არ გვეშველება. სანამ ამ ხალხს ღმერთი წამსო, სანამ ეს ხალხი მართლმადიდებლობაზე და ქრისტიანობის გზაზე მოსიარული არისო, მანამდე ჩვენ საქართველოში არაფერი სიკეთე არ გვიწერიაო და ამიტომ მანამდე უნდა იყოს საქართველოში შიმშილი, გაჭირვება, გაღატაკება და მუდმივად ყოფნა არჩევანში. თუ გინდა ქრისტიანული და ქართული ცხოვრება იქნები დევნილი, წარუმატებელი, ბნელი, იარლიკ მოკერებული ქართველი და თუ ხარ ჩათლახი, ათასზე გადამხტომი, შენი ისტორიის მაგინებელი, შენი იმის მაგინებელი, მაშინ იქნები წარმატებული ქართველი. ეს არის ამათი მთავარი ამოსავალი წერტილი. ამიტომ ამაში თუ უშლი ხელს, ეს პრობლემაა, ის პრობლემა, ყველაფერი პრობლემა. მე იტყვიან რომ სახელმწიფო ისე მივეცით საშუალება და ისე მოაწყვეს ამათმა სახელმწიფო არავინ ქვეყანაში პასუხს არაფერზე არ აგებს. არავინ პასუხს არ აგებს. დაიკარგა ტერიტორიები, გაწყდა ერის 35%, დაიცალა ქვეყანა, პასუხს არავინ არ აგებს. არა პირდაპირ მნიშვნელობით ვინც ვის მოყავს ისიც არ აგებს პასუხს. მოიყვანა ერთი მოღალატე პრეზიდენტი, მოღალატეაო 60 წლისავარო ამნაირი არ მინახიაო. მოიყვანა მეორე მოღალატე უცხო ქვეყნის პირდაპირ აგენტი, ვაიმეო, მეო რა ვიციო, მეო ეგეო ევროპელი ქალი და განათლებული მეგონა. მოიყვანა ერთი მოღალატე პრემიერ-მინისტრი, ვახ ეს გლახა ყოფილაო. მეორეზე მზედამთვარე ამოდიოდა, ვახ ამაზე ეს არ ყოფილაო. თავდაცვის მინისტრი, თითო ეს რა გააკეთაო. უშიშროების მინისტრი, მაგის ფასი ვინ იყო, გვიცავდა მთელი მას. არა უკაცო ეს ლასაშინელება ყოფილაო. აჭარის გუბერნატორი კი არა, ამის წინებზე ახლობელმა შემისწორა გუბერნატორი კი არა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე. ის ვინ ყოფილაო, ბარი გადაისო, კორუმპირებული. თავარი პროკურორი მოვიყვანეო, ის მკვლელიო და კორუმპირებულიო. და არა პასუხს ამაზე არ აგებს. და ვინც ეს გააკეთა, ვინც ეს ყველაფერი შექმნა, ის მოდის და დღეს ეს დაქნეული ხალხი ბიზინა მოვიდა პატრიარქს პატივი მიაგო, ხაი ადამიანი, ნამდვილი ადამიანი. ხო, მართლა არ იცოდა, მეც მჯერა, რომ ეგ ისეთი წმინდანი კაცია, მაგრამ არაფერი არ იცოდა. არ ვიცი შემოძმაო აბა მაშინ გვინდოდეს ამნაირი საქართველო და ველოდოთ როდის იქნება მეორეთი მოსვლა და როდის გადაგვარჩენს ღმერთი და ჩვენ არ გავანძრიოთ ხელი. შემოძმაო ეს ოპოზიციაც ყველა თავიდან ბოლომდე გამომძვრალია უშიშროებიდან სულ ყველა ცხოვრებული ზვიადის ნათქვამები ყველაფერი რატო ხდება? იქნება 1000 პარტია და ყველა იქნება ერთიო. თქვენ გონიათ ოპოზიციური პარტია იარსებებს ხელისუფლებამ რო არ დაკრიშოს და რო არ დაუწეროს იმაში შესვლა და იმაში გამოსვლა და ვერ ხვდებით ამას ხალხო. თქვენ გონიათ მართლა ოპოზიცია და ამდენი იდეინი ადამიანი არის, ამდენი პარტია როა? ბიზნესია, ჩვეულებრივ კიდე ვერ გაიგო ხალხო, რა შვეშია ხალხო ეს. ოპოზიციას ერთი სისტემიდანაა გამომძვრალი. როგორც ანტიდისკრიმინაციული კანონის დროს ხელისუფლება და ოპოზიცია ერთი მეორის მხარდამხარ ჩახუტებული შენჭირიმე შენგენაცვალეთი 150 დეპუტატის მე არის აგერ ვარ ვიგონებ დევს აგერ ისტორია. პირდაპირ უთხარი პარლამენტში 150-ვე დეპუტატი ხართ არაკაცები ვინც ეს გააკეთეთ თქვა ხო?
და ახლა ის 150 დეპუტატი იქ გარბის ეგერ და სამებაში დგია და იმის ცრემლები მოდის. ამ ხალხზეა ხალხო ლაპარაკი, ამ ხალხს საერთოდ არ აინტერესებს არაფერს, ეს შემთხვევითი ხალხი. რა სადაა ოპოზიცია, სადაა ხელისუფლება, ყველა არის ერთი დიდი იმის, რა ქვია, ნაყოფი. რა გაუგონიათ ბიჭო ამათი? ან ჩემი კი არა, მართლავისიც გასაგონი იყო, იმათი არ გაუგონიათ არაფერი. ერთი სისტემაა, ჩემო ძმაო, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც არის ერთი სისტემა. ქუჩაში ვინმე თუ დარბის, მე კარგად ვიცი ქართული პოლიტიკური მატრიცა. ქუჩაში ვინმე თუ დარბის და რაღაცას თუ აფრიალებს, ისიც დაფინანსებაზე ჩალიჩობს. რათაც მე შემაგინებ შალიკო მithmes გადაგიხდიო სააკაშვილი ეუბნებოდა ნათელაშვილს, იმიტომ რომ ოპოზიცია მყავს და დიქტატორი არა ვარო, აი ამისთვის ჭირდებათ. უფრო მეტიც. საპატრიარქოს და ივანიშვილის ერთობლივი პროექტი იყო გირჩის შექმნა. ეგრეთ წოდებული კონსერვატორების შექმნა. ყველაფერი ეს ამათი ერთობლივი პროექტია. აბა ახლა რაღაცაერად ხო უნდა იარსებოს. ზოგი გამოდის კონტროლიდან, ზოგი არ გამოდის კონტროლიდან, ზოგი ახალ პატრონს დახულობს, უკვე ხელისუფლების მაგივრად ჩამოკიდებულია ეგერ საელჩოების დაფინანსებაზე და უცხო ქვეყნის ინსტიტუტებზე და ნუ მე მაგაჩი ეძაბებათ ურთიერთობა, მე გასმევდი, ამდენი ხანიო და ახლა გამომიხდიო და ესაა რა. კი ბატონო, ზურა ფეხებზე ეკიდა. ხო და დღეს ყველა მოთქვამს პატრიარქზე, ყველა დარდობს პატრიარქზე. თუ რამხელა ბრძენი და რამხელა დიდი პატრიარქი, ერთმა პატრიარქმა ერთი მომენტი იყო სადღაც ინტერვიუში, რომ თვითონ პატრიარქმა თქვა. არც ერთი მთავრობასო ჩემიო არაფერი არ ისმოდაო. შევარდნაძე ვიძახოდაო, რომ ესო მეო პატრიარქში უსმენო, ჩემთან მოსულიო და ნაგითქვია მე და არაფერი არ მინახიაო, არის არქივებში და ნახე. ისე იყო ამ დროსაც. ხო და აი ესეთი სიტუაცია არის და ეს სიტუაცია რომელიც არის დაფანტულობა და არავის არაფერზე პასუხისგება არ უნდა, არც საპატრიარქოს პასუხისგება არ უნდა, არც ხელისუფლებას არაფერზე პასუხისგება არ უნდა, არც ეგრეთ წოდებულ სამოქალაქო სექტორს არაფერზე პასუხისგება არ უნდა, მიშვებულია ყველაფერი სტამბოლის ბაზარივით. კი ბატონო. არა, პატრიოტთა ალიანსზე თავიდან ამოდენ მერაბიშვილის პროექტიაო საერთოდ და ფაქტია სადაცაა. დღეს ის გიორგი ფოფხაძე დამცინოდა ეს ევროპაში როა და ევროპულად განათლებული ის რო არის დღეს დაცინოდა ჩემ იმას რა ქვია პოსტებს რომ თურმე მე როგორ ვამბობ იმას რომ სახელმწიფო რელიგიად იქნას გამოცხადებული თურმე ყველაფერი. ამათ სხვა არაფერი არ აინტერესებს. აი როგორი ესაა ამათი საქმე. ახლა წივის და კივის ცადა ქვეყანა თურმე კობახიძე წასულა ამ გლოვის დღეებში ორბანთან, ამას აწევიდო და რომ არჩევნებში მხარი დაუჭიროს. და ამას კივიან მთელი ისა ნაცები. მაგრამ 2012 წელს ორბანის ფასი მთელ ნაცებს არავინ არ ყავდათ. ქუთაისში ჩამოვიდეთ თქვენ მხარდასაჭერად და ქოცები აგინებდით ყარდაცოცხალს. ორბანის ასე და ისეო უკანასკნელი დიქტატორი არისო ევროპის. და დაგავიწყდა? თქვენ დაგავიწყდათ მე მახსოვს. ვიზაიერიო შემოიყვანაო, მაშინ იაფიანი ავიაკომპანიაო და მიშამ ამის ფასიო მე არავინ არ მყავსო, კაცო, ჩემი ძმა და მეგობარიო. ახლა ამგენი ძმა და მეგობარია გამختار და ახლა განწყობა. აბა ეს გირჩევნიათ ხალხო? ჰოიმე შემოგევლე ნეტა მარტო ცინიკურად ლაპარაკი იყოს და საქმე არ კონდეს მიზღვნილი ეს ანტიქრისტიანული. ხო და მოკლედ რაშია ხალხო საქმე იცი? თქვენც რო იძახით რომ აი ეს ასე არ იქნება, ისე ასე არ იქნება, რაღაცას დაფიქრდით რა. რაღაცამ დაგაფიქროთ. კი მესმის რომ ის დროება არის და ეს პერიოდი არის ეს ამხელა მასა რომელიც გამოსული არის ქუჩაში და რომელიც თავის სარწმუნოებას და პატრიარქს პატივს აგებს ის ვერ ხედავს ირგვლივ რომ ვინმე ამაში მართალია.
აი ამაში მართალია ხალხი, რომ ვერ ხედავს ირგვლივ ისინი, რომ არსებობდეს ვიღაცა მართლა სამშობლოსთვის პატრიოტი შეწირული რომ გამოვიდეს და გვერდით დაუდგეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კი, ეს მესმის, იმიტომ რომ შარლატანებითაა სავსე პოლიტიკა და ყველა ხალხი მოატყუა, მაგრამ ახლა თუ გაწმილდები და ხელს თუ ჩაიქნევ ყველაფერზე და შენ საბრძოლე და ესეც პატრიარქის სიტყვებია, დაიცავით თქვენი წილი საქართველოს, თუ არ დაიცავს თქვენი წილი საქართველოს, მაშინ ასე იქნება. მე რომ საქართველოში ვიყო, აი ხშირად ისმება ეკითხო, მე რომ საქართველოში ვიყო, წავიდოდი თუ არა პანაშვიძემ, კაი, ჩემი პიროვნული დამოკიდებულება თუ გაინტერესებს. მეგეთქვით ჩემი პიროვნული დამოკიდებულებას, ზოგადად გეტყვით ესეთ რაღაცას რა. მე საერთოდ არ დავდივარ ასეთ დღეებზე არსად. არ დავდივარ. არც 8 აგვისტოს გავდივარ, არც 27 სექტემბერს გავდივარ, არ დავდივარ ასეთ დღეებზე. და მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ თუ მივალ სადმე იქ უნდა დამხვდეს ვინმე წეული, დამხვდეს თინახი დაშელი და მისი ქმარი, რომლებიც შვილებს იმას არ ასწავლიან, რომ სამშობლო უყვარდეთ და სამშობლოსთვის თავი გააწირონ და ესენი დამხვდებიან და ნიანგის წრემლებს აღვარღვარებენ და ეს უნდა დამხვდეს იქ. თუ წავალ სამებაში სიტყვაზე უნდა წავიდე ესეთ დღეზე და თუ გადავწყვიტე რომ წავიდე და იმას ვქნა, იქ დამხვდება ბოკერია, იქ დამხვდება სააკაშვილის დედა, ვიღაცა ისეთი, რომელიც გამომიყვანს წყობიდან და ვიცი, ჩემი ხასიათი. ვერ ვიკავებ თავს. და ხა 40 წლის ადამიანი კიდე რო ლანძღვაგინებას და მუჭების ქნევას იწყებ ქუჩაში ასეთ დღეებზე, ჯერ ისედაც ასეთ დღეს არ შეიძლება, მე შენ თავს არ უნდა აკადრო. ამიტომ მე არ დავდივარ ასეთ დღეებზე არსად. თუ ვინმეზე პატივის მიგება მინდა, თუ ვინმეზე სანთლის დანთება მინდა, არსებობს ამისთვის ტაძარი და ღმერთი ყველგანაა და სანთელი ასეთია მოწამლული ეს სიტუაცია. არ მithმენს მე ბუნება, ვარ ასეთი ბუნების ადამიანი. ვერ ვიკავებ თავს. ვერ ვიტან ამ აფირისტობას. აი, საჩემ პასუხი მაგაზე. რა ვქნათ ახლა? ყველა ერთნაირი ვერ ვიქნებით. ილია მეორეს საქართველოს ისტორიაში მე კიდევ ერთხელ ვთქვი, ამ დღეებში მით უმეტეს არ შეიძლება ამ თემებზე ლაპარაკი. აქ ძალიან ბევრი დადებითი როლი ნათამაშები და არსებობს ისეთი მომენტები, რომლებსაც ვერაფერი ვერ დაავიწყებს. ქართველ ადამიანს, მათ შორის მეც. ყველა ადამიანი თავისი მოღვაწეობიდან პლუს მინუსი ყოველთვის ხდება, არ არსებობს ერთადერთი უფალი იყო უცოდველი. და უფალს არ ქონდა ცოდვები. თუ არა დანარჩენი ყველა ადამიანი მოკვდავი, ვინც ავარ დაბადებული მიწაზე, ყველა ცოდვილები ვართ, კაცო. არის ეს რა ფანატიკური დამოკიდებულებაა, ერთი მხრიდან რაციონალურად ამის გაზრება არ შეიძლება. როდემდე ამ ფანატიზმიდან ხო უნდა გამოვიდეს. მე ვეთანხმები გიაყანჩელის სიტყვას, ორი რაღაცა დაღუპავს ქვეყანას. რელიგიური ფანატიზმი და ფანატიკური პატრიოტიზმი, ეს ნამდვილად დაღუპავს. არის მომენტები შეიძლება გამოსავლენი იყოს, მაგრამ ამით ცხოვრება არ შეიძლება. სისულელი ყველაფერი ხალხო შენი სამშობლო მართლა ისე როგორც დედა და მამა გიყვარს, ისე უნდა გიყვარდეს, იმიტომ ქვია სამშობლო, სადაც მშობლები არიან, ის ადგილია. და ქრისტიანი თუ ხარ და ღმერთი თუ გწამს, უფალი რომ უნდა გიყვარდეს, ამას რა თუ უნდა ლაპარაკი და რა თუ უნდა ამას ეს რა ქვია. ფანატიკური ელემენტების ჩართვა. ეგრე იყო და მე ვიყავი ცუდი ადამიანი, რომ პარლამენტში ამ 150 დეპუტატს უთხარი რომ ხართ არაკაცები, რომ თქვენი მშობლები საფლავში გადმობრუნდებიან და დღეს ის 150 დეპუტატი დამდგარია ეგერ და პატრიარქის იმაზე, რა ქვია, პანაშვიძე ტირის და მუჭის ხელისწრებლები ჩამოდის და გვიკითხავს პატრიარქის როლზე გველაპარაკება. და აქეთ გეუბნება, თურმე რა უნდა იყოს ქვეყანაში და რა არ უნდა იყოს. მოკლედ ძალიან მძიმე არის, იცი, გული რაზე დაგწყდება ადამიანს, იცი? განა არა აქვს ქვეყანაში რესურსი. როგორ არაა რესურსი, ღმერთმა
წაშალოს ისე საქართველო, რომ 4% და 5% ტრადიციული ქართველი არ დარჩეს და ისთვისაც სამშობლო ძვირფასია და ვერ ხდება ამ ხალხის შეკრება, ესა მთავარი გულის გასახეთქი. არ ხდება, არც გაცლიან, არ გაყენებენ, ლაპარაკის უფლებასაც არ გაძლევენ, არა თუ ვინმე ხელი შეგიწყოს რამეში. და უნდათ რომ ყველა იყოს ამ სისტემის შვილი. და ეს ხალხი ვერ ხვდება ამ ყველაფერს, ისე აქ ბანგი შეყრილი. აი ამის თქმა მინდოდა და რა შეეხება იმას, რომ სახელმწიფო რელიგიად უნდა გამოცხადდეს მართლმადიდებლობა? ეს არის გარდაუვალი, ეს აქამდეც უნდა მომხდარიყო და ასეც უნდა ყოფილიყო. და ერის მიმართ ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ქართველი ერის გარეშე ვერც საპატრიარქო იარსებებს, ვერც ხელისუფლება იარსებებს და ჩანაცვლება ყველაფერი დაწყებული იყო, ქართველი ერის როტაცია დაწყებული იყო. ოღონ როტაცია კეთდებოდა როგორ? ქართველები გადიოდნენ, შემოდიოდნენ არაბები, შემოდიოდნენ ირანელები, შემოდიოდნენ ინდუსები, შემოდიოდნენ ებრაელები, ათასჯულის ხალხი. ქართველი საქართველოში არ რჩებოდა. პასუხისმგებელი არავინ, არც საპატრიარქო პასუხისმგებელი, არც ხელისუფლება პასუხისმგებელი. ანუ ახლა ამათზე ზედმეტი ალაპარაკი ეს გირჩები ახლა მართალია, ახლა კი უკითხავენ კობახიძეს დებატებში იმას, რომ თურმე ისა რა ქვია, როგორ უნდა მოხდეს ეთნიკურად ქართველის მომრავლება საქართველოში, მაგრამ გირჩები იყვნენ, გუშინ და გუშინ წინ ამბობდნენ, რომ 5 მილიონიდან 4 მილიონი სხვა ეთნიკური ჯგუფის ადამიანი რო იყოს საქართველოშიო, მეო ამას ბედნიერებად ჩავთვლიო, უბედურებად კი არა. კი ბატონო. ტელევიზიის ხელოვნურად შექმნილი ცნობადი სახეები, ავტორიტეტების წინააღმდეგ. ასე თუ გიყვარდა თქვენი პატრიარქი, კაცო, რატო არაფერი მისი არ გესმოდა? ხო, 16 წლის მოზარდები ხართ. 16-15 წლის მოზარდები ხართ ეთყობა და მიამბოხე სულები ხართ და ეს ამბოხის ასაკში ხართ შესული და როგორც შვილს არ ესმის მამის ისი არ გესმოდათ ეთყობა თქვენც და ახლა რო აღარ აყავთ მამა ახლა გაიგეთ თურმე ისა რა ქვია რაშია თურმე მთელი პრობლემა. ხო მე ჯერ ასე იყო აი ზუსტად. და ესე მიმდინარეობს ახლაც, ხო? და ახლა გაიგეს უკვე და რა ძნელია უმამო ცხოვრება, ახლა გაიგონებენ, რასაც ეუბნებოდათ პატრიარქი. ხო ვიცი ახლა ამათი ეს რა ქვია, ფსიქოლოგია, რა. ეგონათ რომ სულ იქნებოდა. ძნელად წარმომიდგენია 16 წლის ივანაშვილი და 16 წლის ისა რა ქვია ვოლსკი და 16 წლის კობახიძე და ესენი. არ არის. რა ვიცი, გაუქმდა რუსების მიზანი იყო გრუზია без გრუზინო. სიმართლე გითხრა, რამდენად რუსების არ ვიცი, მაგრამ როგორც ვიცი, რაისა გარბაჩოვა ამბობდა მაგ ყველაფერს და ნიკიტა ხრუშჩოვს უნდოდა ჩვენ უკრაინელ ძმას მაგ ყველაფერი, მაგრამ რუსების მიზანი რო ყოფილიყო გრუზია без გრუზინ, მაშინ 700,000-დან 5,300,000 არ აგვიყვანდნენ. ისედაც გადაშენების პირას მყოფ ერს გამრავლების საშუალებას არ მიცემდნენ, როგორც გაუკეთეს იგივე ადიღეელებს, ჩერქეზებს, უბიხებს, თუნდაც იგივე აფხაზებს და სხვებს არ ყოფილა ეს მათი იმპერიის ისა პირიქით მათი იდეა და მათი მიზანი ის იყო რომ საქართველოში ქართველიერი უნდა გამრავლდეს ოღონდ უნდა იყოს კონტროლირებადი რუსეთიდან რომ არ იქნას პირის შეკრული მუსულმანულ ჩრდილო და სამხრეთ კავკასიას შორის. აი ეს იყო მათი ამოსავალი წერტილი, მათ შორის სომხების გადარჩენის ერთ-ერთი და სომხეთის სახელმწიფოს გადარჩენის ერთ-ერთი მთავარი გეგმა ის იყო, გაწყვეტილიყო კავშირი აზერბაიჯანსა და თურქეთის იმპერიას შორის. აი ქრისტიანული საქართველო, გრიგორიანული სომხური მოსახლეობა ამით ყოფილიყო გაწყვეტა რო ქონოდათ მაგათ სურვილი ქართველი ერის გაწყვეტის გაწყვეტდნენ კი ბატონო აზია ლაპარაკი და რა შეეხება ამ რუსეთი დღეს რო იძახიან რა ქვია ბიჭო აი ამაზეც მინდა ორი სიტყვა ვთქვა თქვენ გაი დედმამიშვილებო აი ეს აქაც რო პოლიტიკა არის აქაც რო სიბინძური არის ჯერის ამბავი ატეხეს რომ ლია მეორეო არ მოიხსენიესო სრულათო. როდის ხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი.
ოფიციალურად ხდება ის, რომ რამდენის ცხეთა თბილისის და ცხუმ აფხაზეთის და ბიჭვინთის მიტროპოლიტი ეს შემდეგ არის დანამატი. ისე რო იცოდით რა. ხლა პატრიარხი რუსი რო იქნება იქ აღარ ემატება რომ ესა კიევ პეჩორის და ამის. ეს ასე არის. ჯერ ამიდან დაიწყეს ცივილკივილი. ეხლა რუსული დელეგაცია მოდისო და ალბათ ცივილკივილის ატეხვა ამაზე. აბა რუსები ჩამბიო. როდესაც გარდაიცვალა იოანე პავლე მეორე. იოანე პავლე მეორე იყო. არა მე შეება უკაცრავად. რობის პაპში ამერია სახელი. რუსეთის წინა პატრიარქი რო იყო. ილია მეორე არ იყო ჩასული, ომი ახალდამთავრებული იყო. არ იყო ქართული დელეგაცია ჩასული. არ აღავლიდეს ლოცვა. არ იყო ისა რა ქვია ქრისტიანული წესით არ მისცეს საშუალება. არ იყო ესე. რა ისტერიკები გაქვთ, ბიჭო, ჩართული რა ბოდოები გაქვთ. ანუ აი ეს ზუსტად ის 0.1% ხალხია. გადახედეთ, ბიჭია, ისტორიას, მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე ბიზანტიასთან განუწყვეტელი ომები გქონდა. ალექსი, უკაცრავად, ალექსი. რუსეთის პატრიარქი ალექსი იყო, გამახსენა ეს. გადახედეთ, ბიჭია, ისტორიას. მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე ბიზანტია ხან იქეთ ყავდა გადარჩენილი და რამდენი სიკეთე გვაქვს გაკეთებული და გადახედეთ იმას, რა ქვია, თუნდაც იმ ელემენტარულ თორნიკერის თავის პერიოდი, როდესაც არის დავით კუროპალატის პერიოდში, საერთოდ გადაარჩინეს მთელი ქართველებმა ბიზანტიის იმპერია ბარდასკლიაროსიდან და განადგურებიდან და ემიდან 1000 უბედურებიდან და ის ბასილ კეისარის შვილი იყო, მაშინ პატარა იყო. როდესაც ქართველებმა გადაარჩინეს ბიზანტიის იმპერია და როდესაც გაიზარდა პირველი მტრობა საქართველოს გამოუცხადა და პირველი დაპყრობა საქართველოს გამოუცხადა და როგორი სისხლის მღვრელი ომები იყო. ისტორიაში პრაქტიკულად არ ფიქსირდება სხვა ქართველების ომი სხვა ქრისტიანულ ქვეყანასთან გარდა ბიზანტიისა. მე ფარცხისის ბრძოლა და ეს რაც იყო. მაგრამ და გინდა ავტოკეფალიის წართმევა და გინდა რამდენი რამე კეთდებოდა. მაგრამ როდესაც დაეცა და როდესაც გააქრა ბიზანტია, რა მიიღო საქართველოს მერე? რა მიიღო? აი ისე არის რუსეთი. აი ეს რუსეთი, თქვენ რა კომპლექსები ატეხილი. ამას ნორმალური ადამიანი ნორმალურად იაზრებს ამ ყველაფერს. აღარ მაქვს იმაზე ლაპარაკი, აგერ საფრანგეთი და ინგლისი ასლიან უწყვეტ ომებს აწარმოებდნენ, მაგრამ დღეს ურთიერთობა გააჩნიათ და ჩვეულებრივად ის კი არა ერთ სამხედრო ბლოკში და იმაში არიან, მიუხედავად იმისა, ფრანგებს ჭირის დღესავით ეზარებათ ინგლისელები და ინგლისელებს ფრანგები. და უამრავი სხვა ასეთი შემიძლია ჩამოუთვალო. და კიდე ერთხელ ის რა ქვია ეს ქართულ ენაზე მოლაპარაკე ებრაული ბოტები და ისინი რომ შემოწვივდებიან და ისრაელია მეგობარი, აბა რუსეთია თქვენი მეგობარი? ამას რო დაიწყებენ, ამის ბოდვას და ბჟუტურს. და იმის რა ქვია, შაჰაბას რო გაახსენებენ იმას. თვითონ დაავიწყდათ, ეგე რომ 6 მილიონი ებრაელის მკვლელი იგი რა ქვია, გერმანიასთან 7 წელიწადში 3 მილიარდ 450 მილიონ მარკაში დაივიწყეს იგი რა ქვია. 6 მილიონი თავისი თანამემამულის სიკვდილი და შენ ჭირიმე შენგან აცვალის მეტი არაფერი ტრაქში უძრებიან ერთმანეთს ისრაელი და გერმანია. ეჩენით რა. აი შარახსოს. ამის თქვა მინდოდა და დაგემშვიდობებით ახლა დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის.